რას იზამდით სუპერგონება რომ გქონდეთ უსაზღვრო შესაძლებლობებით? წარმოიდგინეთ რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, ისწავლოთ ნებისმიერი ენა მხოლოდ 1 საათში, შექმნათ მულტიმილიონიანი კომპანია ერთ ღამეში და მართავდეთ სამყაროს. მაგრამ რატომ ვერ აკეთებთ ამ ყველაფერს? იქნებ მიზეზი ისაა, რომ გონების მთლიან პოტენციალს ვერ იყენებთ. გინდათ იცოდეთ როგორ შეცვალოთ ეს ფაქტი? საერთოდ არის კი შესაძლებელი გონების 100%-ით გამოყენება და რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ ადამიანი გონების მხოლოდ 10%-ს იყენებს. ეს ელექტრად დღეს თქვენ ნახავთ რა მოხდება თუ გონების მთლიან პოტენციალს გამოვიყენებთ. გონება მარტივად რომ ვთქვათ, საკმაოდ კომპლექსურია. ადამიანები მას საუკუნეების განმავლობაში იკვლევდნენ და ჯერ ისევ იმაზე მეტია გამოსაკვლევი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მის საიდუმლოებებსა და შესაძლებლობებზე. მაგრამ ფრთხილად იყავით, ფაქტების ძიებაში ხშირად ფანტასტიკამდე შეიძლება მივიდეთ. იმისათვის რომ იყოთ ჭკვიანი, თქვენი გონება უნდა იყოს უფრო დიდი ზომის. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს სმენია მსგავსი მითი. რეალობა კი ისაა, რომ გონების სიდიდე დამოკიდებულია ორგანიზმის პროპორციებზე და არა მის ინტელექტზე. მაგალითად, ესაა თქვენი გონება ვეშაპის გონების გვერდით. გამოიცანით, ვინ უფრო ჭკვიანია. თქვენი გონება ვეშაპისაზე პატარაა იმ მარტივი მიზეზით, რომ თქვენი ორგანიზმია გაცილებით პატარა. გონება ისეა მოწყობილი, რომ საშუალება მოგცეს გადავრჩეთ და წარმატებულად ფუნქციონირება შევძლოთ. მაგრამ ყველაფერ ამის შემდეგ დაიჯერებთ, რომ გონების მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ? მოდით 100%-ით გამოვიყენოთ. ჩვენ გვინახავს, რისი გაკეთება შეუძლიათ ნამდვილად ჭკვიან ადამიანებს. ისინი ინსპირაციას გვაძლევენ ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის საშუალებით. გვაძლევენ ტექნოლოგიებს, რომლებსაც სამყაროს შეცვლა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება შეუძლიათ. გონების მთლიან პოტენციალთან წვდომისას თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო იქნებოდა. ასე რომ რას იზავდით? იპოვიდით კუბიკს, რომელსაც სადღაც კარადაში მტვერი ედებოდა და მარტივად ააწყობდით. დაურეკავდით თქვენს ყველაზე ჭკვიან მეგობარს და ჭადრაკის პარტიაში გამოიწვევდით, რომ ორსვლაში დაგემარცხებინათ. როცა მსგავსი უბრალოებებით გართობას მორჩებოდით, ალბათ ნამდვილი გამოწვევებისკენაც გაიხედავდით. მაგრამ რა არის თქვენი ინტერესის სფერო? ხელოვნება, მეცნიერება ან ტექნოლოგია? როცა უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვთ, არ გიწევთ არჩევანის გაკეთება. პიკასო გადაფასებულია. ბოდიში დავაგვიანე მთელი ღამე ვმუშაობდი სიმძივნის წამალზე. კარგით, მოდით უკან დავიხიოთ. უსაზღვრო. რა მოსდის თქვენს ორგანიზმს, როცა გონების მთლიან ენერგიას იყენებთ შექმნასა და განკურნებაში? თქვენი ფილტვები სუნთქავენ, გული ფეთქავს, სისხლი კი მოძრაობს. ეს ყველაფერი თქვენი გონებაა. ასე რომ შეგეძლოთ გონების 100%-თან წვდომა, მას უბრალოდ ვერ გამოიყენებდით. თქვენ ლიმიტირებული იქნებოდით ორგანიზმის აუცილებელი მოთხოვნილებებით. გახსოვთ რომ მკითხეთ დაიჯერებდით თუ არა რომ მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ? დაიჯერეთ? ეს უბრალოდ მორიგი მითია და სავარაუდოდ მოდის უბრალო დაბნეულობისგან. თქვენი გონება შედგება 10% ნეირონებისა და 90% გლიალური უჯრედებისგან. არსებობს სხვადასხვა ტიპის ნეირონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამა თუ იმ პროცესზე, მაგრამ ძირითადად ნეირონები გვეხმარება ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაში. გლიალური უჯრედები კი ნეირონებს გარშემო ერტყმება და ეხმარება მათ. კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ ყველა გონება ერთი და იმავე დიზაინითაა შექმნილი. ასე რომ თქვენს გონებაში იმდენივე ნეირონია, რამდენიც ალბერტ აინშტაინის გონებაში იყო. მაგრამ როგორ უნდა გავხდეთ უფრო ჭკვიანი? წარმოიდგინეთ გონება როგორც კუნთი, რომელსაც მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ უფრო სწრაფად და ზუსტად იაზროვნოს. მიეცით მას სტიმულაცია, ავარჯიშეთ, დაკავდით რაღაც ახალი უცნობი საქმიანობით და არ დაგავიწყდეთ კარგად დასვენება. ყველაფერი კი იქამდე მიდის, რომ მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, როგორ მუშაობს გონება ბოლომდე. ასე რომ რამდენიმე წელში ახალი კვლევებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინ იცის, იქნებ ჩვენი ხედვები მთლიანად შეიცვალოს კიდეც. თქვენ რას იზავდით სუპერგონება რომ გქონდეთ უსაზღვრო შესაძლებლობები? დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. მადლობა.